კომპანია ალფატექში ვართ, ბატონი ზურა. გამარჯობათ. ამ საქმის ავან-ჩავანი და რაღაცა ვათამაშებთ. ბატონო ზურა რას ვათამაშებთ, აბა? ჩვენ ახლა გავათამაშოთ რაღაც ახალწლებზე არაფერი არ გავიკეთებია ბატონო ზურა საჩუქრად. გავათამაშოთ ფარული კამერა ესეთი, რომელიც ერთება კვების ბლოკზე, უკავშირდება ტენით, მობილურ ტელეფონს, Bluetooth-ის საშუალებით, აქ პულტი, ეს არის სტაციონარულად ჩამონტაჟებული, ნებისმიერ ნივთში შეიძლება დამონტაჟდეს ერთი ვინ სათამაშოშია ტანსაცმელი? ნებისმიერ რამეში, არამე ნივთში, რამე დეტექტორში, რამეში დავამონტაჟებთ, ერთი წერტილი ჭირდება, რომ გამოსახულება მიიღოს, იწერს ვიდეოს და აუდიოს HD ხარისში, პულტი გვაქვს, არ გჭირდება გამოვთავთ. დაგჭირდება დავაჯერ პულს, მოიცა რა თქვა, თქვა ეხლა ამომუშავე, ამაზე დავაერთე მობილურის დამტენი. ხო, მობილური ტელეფონის დამტენი. მოდი ესეთი მაგვარად და დავშვით წრეზე ჩვეულებრივად. დენსში ჩავრთე. დაუშვათ არ მინდა ჯერ გააქტიურებული იყოს რა. გამოვთავ წითელი კნოპკით, მინდა ჩავრთავ. როგორც კი ჩავრთავ, ეგრევე ავტომატურად აქტიურდება და დაიწყებს ვიდეოს. გადმოცემა მოდის შემობილურზე? არა, ეს სტაციონარულია და იწერს. მე სერვის ბარათი დიახ, თავისით იწერს, ყველაფერს გააკეთე. ეს არის სტაციონარულად ჩამონტაჟებული, ეს იმიტომ არ გადმოდის Wi-Fi-ზე რომ, მობილურ ტელეფონზე რომ. რამე რო იყოს, კუდი არ მოებას რა, არ გაიშიფროს, რა ქვია, ვიდეო კამერა რა. კამერის საძებნით ამას ვერ იპოვე. კამერის საძებნით იპოვე. ჩვენ როგორ კამერის საძებნით მაგით იპოვეთ, მაგრამ გაწვნილი თვალი და ხელი ჭირდება რა. მაგრამ სიხშირის საძებნით ვერ იპოვე. ანუ სიხშირეს არ ამოაგდებს რა, რომ რაღაცა რო სიხშირეს გადასცემს, იმას არ ამოაგდებს. ეს ამას იპოვე ორი რამით, რომ ხმას იჭერდო ერთი სიხშირით, უნდა მიხვიდე და ასკანერო და ამოაგდებ იმითი, რა ქვია, წითელი ცინცი. საშიში აპარატი ის რაღაცა მაიმუნის ვეძახი ჩვენ, ხო, მაიმუნი აპარატი ქვია. მოკლედ აი ესეთი რაღაცა არ ვიცი, აი ესეთ რაღაცაში ჩამაგრდება თუ გინდათ. სხეულზე ნაკლები სხეულზე სხვა რაღაცეებიც გვაქვს. მოკლედ ეგეთ ძალიან ბევრი კამერებია რა და სხვადასხვანაირი. აი მას ეს თამაშდება. ამისთვის საჭიროა ერთი კომენტარი დაწეროთ ამ ვიდეოს ქვეშ და ერთი კვირის განმავლობაში ვიდეოს დადებიდან short videos უყურეთ. არცე დაიდება მოკლე ვიდეოები, ვინც გაიმარჯვებს ამას. მობრძანდით და გადმოგცემთ. ხო, ერთი რამე დავაზუსტოთ, რომ მეც ჩვენც გვეკდება ეს მასე გვერდზე და იარაღის განხილვის გვერდზე გათამაშდება, ჩვენ გვერდზე არ გათამაშდება, იარაღის განხილვის გვერდზე გათამაშდება. ჩვენს გვერდზე რაღაც უსაფრთხოების სისტემაში ვარ გათამაშება ჩვენთან არ შეიძლება. ამიტომ საჩუქრად თქვენთან და თქვენთან გავათამაშოთ და ორივე სახელით გადავცეთ გამარჯვებულს. თქვენი აქტიური მაყურებელი, ჩვენი მაყურებელიც გახდა და ჩვენ მადლიერები ვართ თანამშრომლობისთვის და ვითანამშრომლოთ ესე და ვიმეგობროთ. გაიხარეთ. მოკლედ, ერთი კომენტარი დაუწერეთ, ერთი კომენტარი, ერთი კვირის განმავლობაში იარაღის განხილვაზე. იარაღის განხილვაზე და გადმოგცემთ. დაგვიზამთრდა, ჰა? კაი თულში კაი არის. ხელდათმანები ჩავიცი. 5 გრადუსიც აქვს. გამარჯობათ მეგობრებო, არხის გამოწერებო კარგო ხარ. გამარჯობათ. მოკლედ ბატონო დავით გავაკეთოთ ახლა მეგობრებო. საჭირო. გერმანულად გავაკეთოთ ხბოს ხორცი. შეიძლება საქონლის მონა ისე? არა. არ გამისიჭოს. არც. ცოტა გამხელიჯობ ახლა. გორმაული საუნდა გაიხარ გერმანიაში მე რა ვარ ნავყოფიდან. ვიდეოების გადაღებაში მიხმა იოსეთ ჯორჯია და იოსეთ ჯორჯია მოხოდა როგორ? გააგეთ. ძალიან მაგარი რაღაცა მოქოქა რა, მოქოქა. საბერძნეთზე დაიწყეს ტვირთების ჩამოტანა, ასე რომ იოსეთ ჯორჯია უკვდავი რაღაცაა რა. ეთი ჩვენი ახლობელი fishing number 1 ეგრე ქვია რა მაგარს და მაგის ისა ვნახე დილით ვიდეო ვიღაცებს რაღაცა მოკეთ გადამზიდ კომპანიამ გამამწარა რამის გამაგიჟესო რა ბოლოს ვერც ამანათი აიღო და ვერც ვერაფერი და გავაკეთოთ ხბოს ხორცი გერმანულად გერმანელები საერთოდ უფრო ხორთან მეგობრობენ მაგრამ საერთოდ მე ხორცე ხალხი ეგენი აი ესეთი რაღაცა გვაქვს ქონია შეგიძლიათ სალა, შეგიძლიათ უბრალოდ ხორცადაც იყიდით, ღორის ხორცი არის, ქონიანი.
ეს ქვაბი არის სუპერ ქვაბი რა. აი ესე ქვია სტენლი. იუსი თუ ჯორჯია გვიფეშკაშა ესეთ ძალიან მაგარი რაღაცა. გერმანიაში მაგარი ძეგლები დგას. ძეგლები? ისი? სიმართლე იმას რა ქვია. იცი. აი მეებში სასამართლოებში რო არის. ხმალი და სასწორლო. შენ თემიდაზე იძახი. გერმანიაში კი ეგ საერთოდ ბერძნული რაღაც არის. თემიდა არის სამართლიანობის ქალღმერთი. და ეგრე გამოსახავენ, ხმალი უჭიროს. სასწორო და თვალები ახეული აქვს. მაგრამ ჩვენთან შვილო სამართალს თვალები დაჭყეტილი აქვს. ერთს ფული უჭიროს, მეორეში კიდე ღმერთმა იცისება და მაგას ნუ გამახსენებ რა. აი ესე იღებთ, აი დაჭრილს და სკერზე თხლად დაალაგებთ ამას. სულ ყველას. ეს არის ძალიან ისეთი ინგრედიენტი, ზოგმა შეიძლება თქვას, რომ სად ხბო და სად ღორიო, მაგრამ ჭირდება რა. ეგ სალა არის, ხო? სალა არ არის, ნუ ქონია რა, ესო გამოიყვანო სალა გამო. შეგიძლიათ პირდაპირ სალა დაჭერთ, მაგრამ რახან სალა ვერ ვიშოვნე, აი ესეთი რაღაცა. მოკლედ ესენი ჩავალაგე, მთელი ფსკერი არის აი ესე მოფენილი ლამაზად. მე ამაზე ვალაგებთ კარტოფილს. აი ესე. კარტოფილი შეგიძლიათ არ გათალოთ რა, მამაწოდე. თუ კარგად გარეცხათ, მაგრამ რახან ახლა ჩვენ ტყეში ვწხედვართ, აქ ახლა ფეხითა ვართ ამოსულები, მანქანა ვეღარ ამოდის და. სნიკერსი. ხო, ამის ტარება ისეთი რაღაცა, აი ესეთი რამეა. კარტოფილსო დაალაგებთ, მე იღებთ უკვე ხბოს ხორცს. და ესე ხორცს აიღებთ და ზემოდან კარტოფილზე დაალაგებთ. შეგიძლიათ დაჭრათ კიდევაც. არა, ამაზე მეტი აღარ უნდა დაჭრთ. ანუ ზემოდან მოვალაგებთ ამას. კარგად. აი ეს. და ხა წარმოიდგინეთ, ქვემოდან ჩატვირთულია სალა. მერეა ჩატვირთული კარტოფილი. მერე ხბოს ხორცი. ბურგერი გამოდის. ო. მერე პამიდორები უნდა ჩადოთ, ეს ქვაბი ცოტა პატარა, მაგრამ პამიდორები უნდა ჩადოთ, არა მაიც ბატონო დავით, ეგრე არა, შიგნით უნდა ჩავტენოთ. აი ეს 4 ცალი პამიდორი. 4 ცალი პამიდორი იყო. აი ესეთ რაღაცას აკეთებთ. შემდეგ მარილს ჯერ არ აყრით. ამას დააფარებთ ქვაბს და შემოდგავთ. სწრაფი ცეცხლიდან ამი არ უნდა, გიჟი ცეცხლი, ნელ ცეცხლზე შემოდგავთ რა. აი ესე სახურავს მიაქციეთ ყურადღება, რომ დაფარებული იყოს კარგად. ჩვენ ეგრე. ეხლა რა მოხდება? დადნება ქვემოთ სალა და დაუწყებს შეწვას იმას, რა ქვია, კარტოფილს. კარტოფილი და სალა რო ერთად დაუწყებს, რომ გაცხელდება ძალიან, მაგრამ ხორცი დაიწყებს ზემოდან ჩათუშოს. ეგ ყველაფერი რო ჩაითუშება, მერე უკვე დრამატული მომენტი მოვა. ხორცი უნდა მოგეთ, გეტყვით რა, პომიდორი ჩაიშლება, იმიტომ დიდ ტემპერატურაზე პომიდორს ეგეთ რა. ნახოთ. ჰა? ნახოთ. ჯერ ნახოთ, მერე გავსაჯოთ. ჯერ გავსინჯოთ, მერე გავსინჯოთ. მოკლედ. ეხლა ესე გვიდგას ღუმელზე, ცოტა კიდე ცეცხლს შეუფითილებ მაინც ერთი. ანუ აბა შეახედე ცეცხლი როგორ არის, კარგად არის, ცუდად არის. აი ესე რა. აი ცოტა ესე კაციო გულითავ და ცეცხლი კიდე უგულოთავ. გული უნდა გამოუწიოთ. მოგეთ ეხლა ტემპერატურას დაიჭერს. და შუაში გაჩვენებთ რა პროცესის შემდეგ უნდა რა ოპერაცია ჩაატაროთ, გამოვიდეს მაქსიმალურად გემრიელი. ეხლა გავწყვიტოთ ეს ამბავი და რომ გაკეთდება მე შევუფეროთ. ცეცხლზე, მაგრამ გიჟი ცეცხლია ხო? ნახოთ. მოკლედ ერთი მეფე იყო. დამპლის ერთი სუჭამდა. რა ერქვა? ოდა იმდენი ჭამა, რა ერქვა და რა ვიცი რა ერქვა. მეფე ერქვა რა. ყველა მეფე ერთი ნაგავია. ყველა ხალხის მარჩენალი ერთი ნაგავია. მეფეს გაჩნია. დამპალ მეფეებზე ვიძახი. ეხლა სახელი სადამ ჰუსეინი ერქვა თუ ის ერქვა თუ ეს ერქვა, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. რატო შემეკითხა რა ერქვა? კაი ჯანდაბას. მოკედ მეფე იყო ცუდი ტიპი. თორე კაი მეფეებიც არიან. ეს უჭამდა. ჭამელები ხო იცი არ არიან კაი ხალხი. დაეკარგა ხალვის გემო. ფული აქვს, სახლი აქვს, კარი აქვს, ყმები ყავს, მთელი ამბავი და საჭმელზე ვეღარ გაიგ, გემო დაკარგა.
აბა ექიმები, აბა ისა, აბა ესა და ვერან ვერ უშველა, ბოლოს ერთი მოლა მივიდა. აზიაში ხდება ეგ ამბავი. მოლა რა? თან ჩვენ მოლა? მოლა იგივე ხდელია, ოღონდ ისა რა ქვია, მუსულმანური. წვერები აქვს მოშვებული და ჯვარი. არა რა ჯვარი. ონა მოლა მუთხრა მეო შენო ნახე როგორი გამოვიდა. მოგარჩენო მაგამიდანო რა. უკვე დადგა ჯამი ჭეშმარიტ. არა. ეხლა ჩვენ კარტოფილი უნდა ამოვატრიალოთ. ეს ხორცი. ეს ხორცი ნახევრად მზად არის? ჰა? ნახევრად მზად არის, კი ბატონო. ეხლა რაც ხორცი იყო გამოტარიქით. ამოვიღოთ. ჩაიყვანა სარდაფში, მოსამსახურებს უბრძანე რომ არაფერი არ მითხრა. აი ყველაზე გემრიელი აქედან იცი რომელი არის? აი ეს. რატო? სულიანი ხორცი უფრო გემრიელია ყველაზე. გვიან გაჩერდა? ჩამახედე და. ვახ. მე გამოტარი ბატონო დავით. ხო და მოკლედ ეს მოლა ჩამოკიდა იქ. სადა? ერთი კვირა არაფერი არ აჭამა. ონა დაუბრუნდა პირში გემო. ამიტომ ძალიან ბევრი გაუმაძღარი ადამიანი არ უნდა იყო. თორემ მაგის მუღამიც დაგეკარგება და მე სხვა რაღაც საზაგლობებზე დაიწყე ფიქრს, გაიგე? გავიგე. ის აჰა. ხახვი არ უნდა? ეხლა უნდა მარილი ხახვი არ უნდა. ამარი. მომეცი? მერე რო ამოურე მარილი ყველგან მივა. აი ეს. ძალიან ბევრიც არ უნდა. არა, ძალიან ბევრს არ ვახდი. ეხო. მოკლედ ამას დავაფარებთ. ეხლა ეს მარილი გადნება, ხორცი რაც აღი, ჰა? ჩაისუშება. ჩაიშუშება, მე ამოვიღოთ მოხარშული ხორცი დავალაგოთ. კარტოფილები რაც იქნება, ამითი ამოვიღოთ, ზემოდან დავალაგებთ. ხავხს და პატარა წიწაკას მივაჭრი და შეიძლება პრეზენტაბელური ის არა კონდეს, იმიტომ რომ ესეთ უნდა გაკეთდეს ცეცხლზე. ანუ გასკურაზე. სრად ამიტომ ამის მომატება თუ მინდა იქით მივწევ, რომ დიდან მოკეთ რა მაგის ტემპერატურის დაჭერა არის ძალიან რთული. მაშინ წლები უნდა კონდეს გამოცდილება, რომ ცეცხლზე კონდეს დადგმული და აი ესე გუმელს უნდა მასქნას რა ქვია. წვენები გაუშვეს. ამას ეხლა ყველაფერს გაუშვეს ბატონო დავით. ხო და გამოს სუპერ კუპერ რაღაცა. ცოტა ხანი ვაცადოთ კიდე. ხორცი ბოლომდე მოიხარშოს. კარტოფილი უკვე მოხარშული, პიურესავით გაკეთდება და ამ ხორცზე ზემოდან მოვალი და დავჭად და ვჭამოთ. ვან ერწუჩავ. გამოსვან მაგარი. კაი. აი ახლა კი დადგა ჟამი ჭეშმარიტებისა. მალა? მართლა კი არა. 100%-იანი. კაია. ეს სადავდო? მოდი აქ დავდო. მოკლედ მეგობრებო. ხორცი ამოვიღოთ. ეს ჭირდება? რა. შეიძლება დამჭირდეს სიტუს. ჯერ არ მინდა. ხორცი უკვე გაკეთდა. და ეს ბოლომდე ვერ დავჭერით. აი ეს უნდა კაციჩგანო. ესა? ძვალი. დავჭრათ მოდი რა, კარგი, რომ ეს ნაწილ-ნაწილი იყოს, ხო? ვიღაცა ხო არ ჩააფრინდება. კარტოფილიც დაგვეტევა. მაიცა ბატონო დავით. ნუ ნერვიულობ, ყველაფერი იქნება კარგად. აი, კაი. ესა? საქონლის კონს თავისი ხიბლი აქვს და გემო. კაი. ხორცი ამოვიღეთ. ხახვი. ხორცზე დააყარეთ ცოცხლი. სნიკერსი. მიდი ბატონო დავით. არანაირი ჩაჩუჩვა და რამე ამას არ უნდა. ეხლა ნახეთ, ეს ცოცხალი ხახვი ამაზე რო დალაგდება. ეს თავის ტემპერატურით ეს მეცა. კაი, მოდი ამას გადავყრი. ეს თავის ტემპერატურით ხახვს სტრუქტურას შეუცვლის და მეტი არც გვინდა. ეხლა ეს ის რა იქნა? ხო. ლა პომიდორი. ამოვიღოთ ეხლა. ხო, პომიდორი.
ესე. ესე კარტოფილი გემრიელი. კარტოფილი? კარტოფილი ღორის სალაშია შემწვარი. სალა მთლიანად გაქრა. ეს გახდა პიურესავით. ის გახდა ზეთივით. ზეთივით? მაგა რა იქნებოდა ეს. ეხლა ნახე რა ხდება ბატონო დავით. ქვემოდა ხორცი ხუა ცხელი. ჯენგა უნდა ითამაშო. რა უნდა ითამაშო? ჯენგა როა თამაში არიცი? ჯენგა? მაგიდის თამაშია. სამაგიდო თამაში. ესე პატარა ხის ესენია და აწყობილია შენობა და უნდა გამოაძრო ისენი რა ქვია. ხო იცი? მე кайფები ბატონო დავით. кайფები ეგრეა თამაში. აი ესეთი რამე გამოვიდა ეს, მოდი აქ დავდე. ეს როგორ უნდა გამოაგრი? მივამსგავსე ჯენგას. შეიძლება. ამაზე ხახვი ნუ ცოტა ის პატარაა რა, თელეხორცი არ მომიღო, მაგრამ არ აქვს. მოკლედ პრეზენტაბელურობაზე ბოდის მოვიხდი. როგორ გამოიყურება, მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თავარია. იცი რას ვიზავ? რას? პურში ჩავდევ კარტოფილს, ხახს და იმას და ხორცს ავიღებ და იმა პურს. აიცა ბატონო დავით, ეხლა უყურე. ამას რო გადმოიღებ, ცხელს პირდაპირ ვერ დაუწყებ ჭამას, ხო ეგრეა? არა, ამიტომ უნდა ეხლა აცადო, ქვემოდან ცხელი ხორცი ხუა? გაცვე. ზემოდან? გაცვე. არა, უყურე. ხახზე უნდა იმოქმედოს ორივე ტემპერატურა. ზემოდანაც და ქვემოდანაც გამიგე? ეხლა ამას მოვაყრე ეგრე სუფრაზე, როცა ამას გააკეთებ, ხო? სადღაც ხონდა მოიტანოთ. სუფრაზე მოიტანეთ აი ესეთ მდგომარეობაში რა. ეს ჩადგავთ ამას შუაში. აი ესეთ რაღაცას. ნუ იჩქარებთ ამას ცხელი, ეხლა ორი ცალი თებში გვინდა ბატონო დავით. ეს ერთი ავიღოთ დაფა და აჰა, დაფაზე ვჭამოთ? კაი ბატონო. არა, ჭკვიანი. ჭკვიანური კი არა, სუპერ გენიალურია, გამომართვი. სუპერ განილოს აქვია. ვისა? გენიალური. აი ნახე ხავს რომ მოვიდა, შენ ეს მოგეწონა, ხო? ეკონია. კაი. ამას მე დაგიჭრი. ამას დაჭრა არ უნდა. როგორ არ უნდა? ძლებიც დაიჯენჯა ბრინდე. არა, ჩანგალი რახანა გვაქვს. არანაირი ძვლები დაჭრას ადგილი არ აქვს. მე შევჯამდა როგორც კიდე დაჭრა. არა, ძვალს გავუაცლი საერთოდ. მე დაგივარდა, ხო? თუ მაცი რო დავჭრა საერთოდ მაგარი იქნება, ხო? ეს შენ კონი გიყვარს, ხო? კონი ენერგიის წყარო. და აი ეს. ეხლა ამაზე ცოტა კარტოფილიც გადმოვიხოთ. ეს მივადგათ. აი ესე. თავის ის უნდა რა. ეხლა ნახე. ეს ხახვი. ხახვი ნახე როგორი გახდა? აი ესე. ორი მოიტეხე. აუ, ძალიან სუდია რომ გემოს გადმოცემა არ შემეძლია რა. აჰა, მოიტეხე. სუნი აქვს ასაული. დაგითმე. რა? დაგითმე თქო. მაიცა, ეს. თუ აიღებ და შეჭამთ კომბინირებულად უნდა. ანუ თან ხორციც უნდა აიღო ეს. მე არ გამო. ხორცი და კარტოფილი. გოშვები? ხორცი. და კარტოფილი. კარტოფილი. არც პატარა არა ხარ, თავისი ხახვი გინდა? მოკლედ, გვინო დავასხათ. და მე ვილაპარაკოთ, ხო გიმრიელია. ძალიან. ეს იცი რა გვინოა ბატონო დავით. ამას ქვია თავგვერი. მოდი ამ ჭიქით ბატონო დავით. შენ ბავშვი ხარ და უფრო უპლიანი იქნება შეთვის. მე როცა დიდები რაღაცები გეკარგება, მაგრამ დედის სიყვარული არავის არ ეკარგება არასოდეს რო იცოდე. დედებს გაუმარჯოს. ამინ. ერთი ხნიერი კაცი იყო და იმის განამა გაგებული რომ ადრე არ იყო გათბობა და რაღაცა, ხუაზე ხარ და. თეთრი იყო ან ცეცხლი? დედა ჩემიო, სახში ყველაზე ადრე წვებოდაო რა, რომ ჩვენთვის ლოგინიო გაეთაბო რა. ხო და მე რომ მოყდაო, ჩვენო ისეთი
შეგზნება დაგვრჩაო რომ იქაცო ჩვენ რო წავართო ცივი მიწაო გაგვითმოსო რა და რო ჩავწვევითო ის მიწაო დედის გათობილი იქნებაო რა წესით ეგრეა ჯერ მშობელი მიდის მერე შვილი ღმერთმა დაიფაროს რომ ანახო მშობელს შვილის წასვლა და მოდი დედებს გაუმარჯოს რავი ახლა ეს რამდენად გაიგე მაგრამ გავიგე ინტერნეტი ისეთი რამეა დროს ინახავ შენ რომ შემხელა გახდებიტყვი ვაუ გაიგე მე დააფასებ თორე პატარა ვიყავ ვერც მე რო ვაფასები დედებს გაუმარჯოთ დედებს დაგილოცოთ სულ ღმერთმა მაგრა გიმყოფოთ ჯამთრად ვინზადები ხართ თქვენს გაგიმარჯოთ ამინ აუ მოკლედ ეს ძალიან ადვილი გასაკეთებელია გააკეთეთ გააკეთეთ მიირთვით და მიაქცეთ რომ საქონლის ხორცი ბებერი არ იყოს ხვო იყოს ან აი ყურაც რო ეძახიან რა რომ კარტოფილი ძალიან ჩაიშალოს ვიდეო ხელთავი ამინდი გამოგებშობთ კარგად ზანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე აი ეგრე ხელი დაიგე და ჯამე რა